ერთი ძალიან საყვარელი ადამიანი მყავდა, რომელსაც მიმართვის ფორმა ქონა ცოტა უცნაური, ნაგავო. შობელძაღლო ვირიშვილო ხო ჩვეულებრივი ამბავია ჩვენს ყოველდღიურ. ესევე იწყებდა ურთიერთობა? ნაგავო როგორ ახარ? ვირიშვილო მამაძაღლოც ვიცით. აი ესეთი ეპითეტები, რა ქვია, ფიზიკური თავისებურებიდან გამომდინარე რაღაც მეცახელს მოუფიქრებენ, ისე მიმართავენ ხოლმე. აი ეს რამდენად მოქმედებს ბავშვზე. უნებურად ეხა ის ნაგავო ის მეფერებოდა იდეაში, მაგრამ თქვენზე არ მოქმედებდა ესა? აბა. სავარაუდოდ მოქმედოდა, იმიტომ გამახსენდა ეხლა. მე და ჩემ ორ მეგობარს ერთმანეთთან მიმართავ ასეთი უძღეურო. ოღონდ ამას არასოდეს მეგობრები ხომ არა, უფროსი რო გეუბნები. არა, ნახეთ, აი ეს ორი დიდი განსხვავებაა. ეს არის ძალიან კაი მაგალითი. იმიტომ რომ აი განსაკუთრების სიყვარულს გამოვხატავთ ერთმანეთის მიმართ ამ სიტყვით. იცით რა? არ არსებობს სხვას დაუძახოთ, იმიტომ რომ ვერავინ ვერ ჩავსვით უძღეურის. აი მეგობრებშიც ეხა უძღეურო არ არის მთლად ესეთი უწმაწური გამო, მაგრამ მანდა მაინც ეხა სასიამოვნო არა, მაგრამ თქვენ ნახეთ თქვენ მეგობრებთან გაქვთ არაიერარქიული ურთიერთობა, ნახეთ, თანაბარი ურთიერთობა გაქვთ და ეგ არ აღიქმება როგორც შეურაცხყოფად თუ იმ შემთხვევაში თუ არ დაქცინიან, იმიტომ რომ შეიძლება უძღეურო დაგიძახოს შენმა თანაკლასელმაც უკვე სხვა კონტექსტში, ხო ესეა? და თქვენ შემთხვევაში, როდესაც უფროსი, ძალაუფლების მქონე, სხვა ასაკის მქონე ადამიანი ეგეთ რაღაცებს გეუბნება, ეს არის ადამიანის სტიგმატიზაცია, ჩვეულებრივი ჩაგვრა, ჩვეულებრივი ბულინგს რო ეძახიან, რომელსაც მოყვება სტიგმა. ანუ შენი გაუფასურება როგორც ადამიანის. ეს ამას აკეთებს უფროსი გაუცნობიერებლად ზოგი გაუცნობიერებლად, ზოგი გაცნობიერებულად. საერთოდ მე ვხედავ ჩვენ საზოგადოებაში და კაია ეს კითხვა რო დასვით, ძალიან მოდაშია უწმაწური სიტყვების ხმარება. კაი ტიპი ხარ, ძალიან. ეს გვესმის ჩვენ ტელევიზორიდან, ყველა იგინება დედას, ეს სხვათა შორის აქ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სინდრომია სხვათა შორის მინდა გითხრათ. ყველა იგინება, ქალი ან კაციანა, ბავშვი ან დიდიანა და არ ვფიქრობთ ჩვენ რომ ეს რეალურად რა არის. აი როცა ჩვენ ესე ვიგინებით არა მარტო ის რომ ვაბინძურებთ ურთიერთობას, იმიტომ რომ თვითონ გინება აი ცოტა სხვანაირად რო შევხედოთ, გინება რეალურად რა არის? ანუ ახლა აქ არ მოუყვები ხო რაც არის? ანუ რეალურად შენ უსურვებ ადამიანს აი ეგეთ რაღაცეებს. ანუ ძალადობ ვერბალურად, სიტყვიერად და ჩაგრავ სხვა ადამიანს. თუნდაც სიყვარულით უშვები მაგას. და აი ესე ბინძურდება რეალურად ურთიერთობები და ეს კაი ტიპობად ითვლება. მაგრამ მაგალითი, აი ხა ჩემ ეზოში ხო უსმენა რა და გადაიხედო და უთხრა რომ ტლები და ყლები და ეგეთი რაღაცები ამოიღეთ ხმარებიდან. თორე არ გაჩერდებიან. და ეს არის დიდის მოდელი, ხო? რასაც ესმის, რასაც ხედავს ტელევიზორში შობელთან, ბავშვთან. აი ხანდახან არიან ხოლმე შოფელი ჩივის, რომ ბავშვი იგინება უწმაწურ სიტყვებს იძახის და რა ვქნაო და მე აღმოჩნდება რომ მოდელი აქვს. ხო და აი ეს არის მაგალითია ხოლმე ჩვენ როგორ ვეურთიერთებით სხვა ადამიანებს. მას მარტო რომ ვეჩხუბებით რომ ნუ იგინები. ხო ხედავს მე როგორ რეაგირებ, როცა ვიღაცა გამაბრაზებს, მეც ვიგინები. აი ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ერთია ეს უწმაწური სიტყვები და მეორე ვერბალური დამცირება. და შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს. შეიძლება არა, აუცილებლად ახდენს, იმიტომ რომ ეს არის ძალადობის ფორმა, ვერბალური ბულინგი, ანუ ვერბალური ჩაგვრა. რაც სხვათა შორის ქალებს უფრო კარგად გამოსდის, მინდა გითხრათ, გოგოებს, ვიდრე ბიჭებს. ბიჭებში ხშირია ფიზიკური ძალადობა და გოგოებში ვერბალური. ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, გოგოები კარგად ლაპარაკობენ. და ბიჭებს ჯანები აქვთ. მაგრამ ეხლა სხვათა შორის მთელ მსოფლიოში ეს ჩაგვრაში გოგოების აგრესია ძალიან გაიზარდა.
არა მარტო საქართველოში, არამედ აი ჩხუბი, ეხლა მეც პატარა რო ვიყავი, ჯანიანი ბავშვი ვიყავი და კარგად ჩხუბობდი მაგალითად, მაგრამ თავს ვიცავდი ხოლმე ძირითადად. ანუ რისი თქმა მინდა მე რომ აი ეს ვერბალური აგრესია ყოველთვის არის დამაზიანებელი სხვა ადამიანის, ყოველთვის. და ჩვენ მასწავლებლები, მშობლები, მასწავლებლებმაც იციან. როგორ არის? ყველა კი ვერ გრძნობს, რომ ბავშვი დაამცირა. აი ეს დამცირების განცდა ჩვენ საზოგადოებაში, აი ეს ზღურბლი არის ძალიან მაღალი. ვერ გრძნობ, რომ დაამცირე სხვა ადამიანი. და ეს არის სავალალო. სავალალოა. და ამას ბავშვი ბავშვობიდან სწავლობს.